მოგესალმებით, ჩვენ ლაივში ვართ. რამდენიმე წუთით დავალოდოთ მაყურებელს, რომ შემოგვიერთდეს და მალე დავიწყებთ. მე მგონი უკვე შეგვიძლია რომ დავიწყოთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას. მე ვარ ნინო ჭუმბურიძე, ოკუპაციური თერაპევტი. ამ შემთხვევაში წარმოადგენ მაგ ჯორჯიას და შევეცდები ვიყო დღევანდელი ლაივის მასპინძელი. მშობლის კივრის ონლაინ პლატფორმაზე გრძელდება კვლავ ლაივების სერია ფიზიკური დარღვევების შესახებ. შესაბამისად, დღევანდელი დღეც დაეთმობა ამ თემას. მე ასევე შეგახსენებთ, რომ დღევანდელი ლაივის თარგმანს ჟესტურ ენაზე უზრუნველყოფს ლეკუნა და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამისთვის. ჩვენი დღევანდელი თემაა ბავშვის მოტორული განვითარების ხელშეწყობა სახლის პირობებში. ჩვენ გვყავს სტუმრად ოკუპაციური თერაპევტი ანა გურგენიძე, რომელიც ისაუბრებს იმ აქტივობების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვის ნატიფი და მსხვილი მოტორული უნარების განვითარებას. ასევე მოგაწვდით, შევეცდებით მოგაწოდოთ რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ როგორ წავახალისოთ ბავშვის ფუნქციური დამოუკიდებლობა. ანა, მოგესალმები კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი სტუმარი. მადლობა. მადლობა. მოკლედ, სანამ დავიწყებთ, მინდა რომ ჩვენ ამ თემაზე არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ მინდა რომ კიდევ ერთხელ განვარტყოთ, რა არის ეს მოტორული უნარები, რატომ არის მნიშვნელოვანი ამ თემას დავუთმოთ ამდენი დრო და რა რეკომენდაციებს გვეტყოდი იმისთვის, რომ სახლის პირობებში წავახალისოთ ეს ყველაფერი. სანამ დაიწყებ, უბრალოდ მინდა შევახსენო მაყურებელს, რომ შეუძლიათ დაგვისვან კითხვები, მოგწერონ პირდაპირ ეთერში და შევეცდები, რომ გავაჟღერო და ორივე ესე ვეცდებით, რომ გავცეთ ამომწურავი პასუხი. მადლობა ნინო წარდგენისთვის. პირველ რიგში მადლობა, რომ ვართ დღეს თქვენთან ერთად და ვაგრძელებ ამ თემას მოტორულ განვითარებასთან დაკავშირებით. როგორც ჩვენ უკვე აღნიშნეთ, ჩვენ ძირითადად შევეხებით მსხვილ და ნატიფ მოტორულ უნარებს, იმიტომ რომ ზოგადად მოტორულ განვითარებაზე იყო რამდენიმე ლაივი და მშობლებს ვისაც თქვა პირველად აქვთ ხა მოტორულ განვითარებასთან შეხება ლაივების კუთხით, ვურჩევ რომ გადახედონ წინა ორ ლაივს და უფრო მეტ ინფორმაციას გაიგებენ კონკრეტულად ამ მიმართულების შესახებ. და რაც შეეხება ახლა ჩვენს თემას, ზოგადად ვიტყვი რა არის მოტორული განვითარება შესწავლის კუთხით, ეს არის სხეულის მოძრაობის გადაადგილების და კონტროლის უნარი, რომელიც ჩვენ ყველას გვჭირდება იმისთვის, რომ ყოველდღიურ აქტივობებში რაღაცეები ვაკეთოთ. ხო, ის მნიშვნელოვანი აქტივობები, რაც გვჭირდება ფუნქციონირებისათვის და ზოგს შემოქმედებისთვის, ზოგს განვითარებისთვის, ზოგს უბრალოდ გართობისთვის და ასე შემდეგ, ხო? ერთ-ერთი მთავარი უნარია, რის გარეშეც მოკლედ ძალიან გაგვიჭირდება ცხოვრება. დიახ, მოტორული განვითარება გულისხმობს არა მხოლოდ ძვალ-სახსროვანი სისტემის განვითარებას, ამაში ასევე ჩართულია კონტურის სისტემაც, ხო? აი ამ ორი დიდი ნაწილის გაერთიანებით ხდება მოტორული უნარების განვითარება. როგორც ჩვენ აღნიშნეთ, მსხვილი და ნატიფი მოტორული უნარი, მოტორიკაში გვაქვს ეს ორი ძირითადი და მთავარი უნარი და დავიწყებ მსხვილი მოტორული უნარით, ხო? რომელსაც უხეშ მოტორიკასაც ეძახიან, ეს არაერთხელ გაგვიჟღერებია და ვიცოდეთ, რომ ეს ორი ტერმინი ერთმანეთს აერთიანებს. მსხვილი მოტორული უნარი ეს არის ჩვენი შესაძლებლობა, რომ დიდი ზომის კუნთების ჩართულობით, რაც გვაქვს სხეულზე, გავაკეთოს სხვადასხვა დიდ ამპლიტუდიანი მოქმედებები და მოძრაობები. თქვათ, ეს არის გადაადგილება, სირბილი, კიბეზე ასვლა, ჩამოსვლა, ხტუნვა, ცალფეხზე დგომა და ასე შემდეგ. რაშიც დამეთანხმებით, ხო? ყველაფერი ამაში არის ჩვენი დიდი ზომის კუნთები ჩართული. მსხვილი მოტორული უნარი ასევე მოიცავს
ბალანსის, კოორდინაციის და ვიზუალური სქემის გამართულ და შეთანხმებულ ფუნქციონირებას. ხო, თუ რომელიმე მაქვს დარღვეული, სიტყვაზე ბალანსი მაქვს დარღვეული, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა გამიჭირდება მსგავსი მოძრაობების განხორციელება, რაც ეკანა ჩამოვთვალე, ხო? თუ კოორდინაციაში მაქვს სირთულე, ესეც რა თქმა უნდა გავლენას მოახდენს და ასევე ვახსენე მე ვიზუალური მხარე, ხო? თუ მე არ შემიძლია კარგად აღვიქვა გარემოში არსებული ნივთები თუ მოვლენები თუ ადამიანები ჩემს ირგვლივ, ძალიან გამიჭირდება მე სხვადასხვა მოძრაობის დაგეგმა და განხორციელება, ისე რომ არც თავი დავიზიანო და არც სხვა დავაზიანო, ხო? ამიტომ ეს სამი კომპონენტი მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს. თუ თქვა ბავშვს ან მოზარდს აქვს სულ მოტორულ განვითარებაში რაღაც ტიპის სირთულე, მნიშვნელოვანია რომ გავარკვიოთ ამ სამიდან რომელიმე ხომ არ არის წამყვანი, ასე ვთქვათ, ნეგატიური კუთხით, რომელიც აფერხებს ამ მოძრაობების სრულყოფილად განხორციელებას. ამას რა თქმა უნდა, ესე ერთი შეხედვით მშობელი ვერ დაადგენს, ამისთვის არსებობენ სპეციალისტები, სიტყვაზე ოკუპაციური თერაპევტი, ფიზიოთერაპევტი, ეს ბავშვთა ნევროლოგსაც შეუძლია ძალიან მარტივად შეაფასოს, თქვა და ტიპის განვითარების სირთულე მაქვს მოტორულ განვითარებას. ხო, აი ამ სამი კომპონენტიდან რომელია თქვა შედარებით შეფერხებული ან შენელებული. შეიძლება სამივე ერთად იყოს, ან ორი, ან მხოლოდ ერთი. კი ბატონო, ეხლა მინდა მოკლედ ახსნა ასევე ნატიფი მოტორული უნარები, სანამ უშუალოდ რაღაც ტიპის აქტივობებს და რეკომენდაციებს შემოგთავაზებთ, მსხვილი მოტორული უნარი ეს არის ჩვენი ხელის წვრილი კუნთების და თვალის კუნთების შეთანხმებული მოძრაობა, ხო? თუ მე დარღვეული მაქვს მხედველობა, აქაც მხედველობა ერთ-ერთი წამყვანი კომპონენტია, ხო? შეიძლება მე ვერ მოვახერხო ისეთი ნატიფი აქტივობების განხორციელება, როგორიც არის დიდი ზომის მძივის ბურთულები რო არის, მასში თასმის გაყრა, ვერ მოვახერხო სწორი ხაზის გავლება, ხო, ორი წერტილი შეერდება, ვერ მოვახერხო მაკრატლით სწორ ხაზზე გაჭრა. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ თქვა მე არ შემიძლია მაკრატლით კარგად დაჭერა და თქვა ჩემ კუნთებს და სახსებს არ შეუძლია მსგავსი ტიპის მოძრაობის განხორციელება. არა, ეს შეიძლება მოხდეს იმიტომ, რომ ხედველობით მე ვერ აღვიქვამ ამ ყველაფერს სწორად და ეს მისთვის ამ ყველაფრის განხორციელებაში ხელს. ამიტომ შემირჩევა და პატარა რეკომენდაცია იქნება, რომ თუ მსგავსი ტიპის სირთულე გვაქვს ბავშვთან ნატიფ მოტორულ უნარებში, კარგი იქნება პირველ რიგში გამოვრიცხოთ ხედველობასთან დაკავშირებული სირთულეები და ამის შემდეგ დავიწყოთ აქტიური მუშაობას და აი ამ ნატიფი მოტორული უნარების განვითარებაზე, ხო? ეს ალბათ ძალიან საინტერესო რეკომენდაცია იქნება მშობლებისთვის, იმიტომ რომ ყოველთვის იქიდან არ არის გამოწვეული ეს სირთულეები, რომ მაინც და მაინც ბავშვს ფიზიკურად არ შეუძლია, რომ ხელში დაიჭიროს მაგალითად კალამი ან მაკრატელი. კი ბატონო. და ეს სპეციალისტების ძალიან მარტივი გამოსადიფერენცირებელია, თქვა და წამყვანი თვალია თუ ხელია თუ კუნთია, მაგრამ აი მშობლებისთვის შეიძლება ეს ასე დილემა იყოს და გირჩევთ რომ თქვენ არ გააკეთოთ მაინც ამაზე დასკვნები, მიმართეთ სპეციალისტს და ის კარგად დაგაკვალიანებთ, ხო? კი ბატონო, ეხლა რა მინდოდა მე თქვა ნატიფ მოტორულ უნარებზე. ნატიფ მოტორული უნარები იყოფა ასე თქვა სამ ქვეთავად, ასე დავარქვათ. ერთი არის რომ მე შემიძლია რაღაც ნივთები ავიღო და ხელით ვატარო. შემდეგ არის რომ მე შემიძლია ამ ნივთებით манипуლირება მოვახდინო. ხო ის სიტყვაზე ხარ ბურთი მიდევს და ერთი ხელიდან გადავიტანო მეორეზე და ასევე ერთ-ერთი დიდი და მსუყე ქვეთავი ეს არის მე უნდა შემეძლოს კალმის სწორად ჭერა და სხვადასხვა კალამთან და ბურთთან დაკავშირებული აქტივობების განხორციელება. ხო, როგორც არის შეიძლება ხატვა, ჯღაბნა შეიძლება იყოს, წერა შეიძლება იყოს, ხო, ეს გააჩნია ასაკს, რა ასაკში ვართ, რა ასაკში ვთქვათ ბავშვს ამათი აქტივობის განხორციელებას და ასე შემდეგ. კალამთან დაკავშირებით გვაქვს ესეთი პინცეტური ჩაჭდება, რომელსაც
ესე ვეძახით ხოლმე 3 თითით ჩაჭიდებას, ან გვაქვს ხოლმე 2 თითით ჩაჭიდება, ან არის ხოლმე შემთხვევა, სანამ ამ პინცეტურ ჩაჭიდებაზე გადავალთ, ბავშვი იწყებს აი ამ ტიპით, აი მუჭით, კალამზე ფანქარზე ჩაჭიდებას და ჟღავნითი მოძრაობების გაკეთებას და ასევე მნიშვნელოვანია, რომ აი ეს მაჯის მოძრაობა იყოს შეუზღუდავი, რომ არ შეგვეშალოს ხელი აი მსგავს აი ნახეთ აი ამ მოძრაობაში, ხო? ანუ წერისთვის ჩვენ გვჭირდება პინცეტური ჩაჭიდება, აი თაღოვანი ჩაჭიდება, რომელიც გულისხმობს ხელის გულით ნივთზე ჩაჭიდებას და ასევე გვჭირდება მაჯის მოძრაობა. აქაც უნდა გამოვა დიფერენციროთ, რაში გვაქვს სირთულე, თუ თქვათ ბავშვს უჭირს სხვადასხვა წერითი მოძრაობების განხორციელება. ეს უბრალოდ მაჯის მოძრაობის სირთულეა, აქ გვაქვს რაღაც ტიპის შეიძლება ჩაკეტილობა სახსარში, ან მაღალი ტონუსი, ან რაღაც დაზიანება, რის გამოც ეს მოძრაობა ვერ ხერხდება, უბრალოდ თითებს არა აქვს იმის შესაძლებლობა, რომ სწორად ჩაეჭიდოს კალამს, თუ აქ მაქვს მე თაღოვანი ჩაჭიდების სირთულე, ხო? ესეც მოკლედ აი ეს 3 გრადაცია, რაც უნდა ვიცოდეთ და რაც უნდა შეფასდეს ამ შემთხვევაში, როდესაც წერისთვის მზაობას ვაფასებთ ბავშვის შემთხვევაში. კი ბატონო, ეს ამინდა რამდენიმე რეკომენდაცია მოგცეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ნატიფი მოტორული უნარები, ასე ვთქვათ, გავახალისოთ, ან გავაუმჯობესოთ სახლის პირობებში და შემიძლია შემოგთავაზოთ რამდენიმე ფოტოსურათი, რომელიც ვთქვათ დამეხმარება იმაში, რომ უკეთ აგიხწეროთ, ვთქვათ, რა ტიპის აქტივობები შეიძლება დავგეგმოთ, ხო? სანამ ფოტოებზე გადავალ, ერთი რაღაც მინდოდა მეთქვა. ზოგადად მოტორულ განვითარებაში ვახსენეთ, რომ კუნთური სისტემაც აქტიურად არის ხოლმე ჩართული. ერთი შეიძლება ჩვენს სხეულს და ჩვენს კუნთებს შეეძლოს კონკრეტული რაღაცის დაჭერა, რაღაც დროის ინტერვალით. მე ძალიან ცუდად ვჩანვარ, ხო? სამწუხაროდ. ნორმალურად ჩანს. შუქი, ნაცოდად მეტყავს. კი ბატონო. ნახეთ, ერთი რომ მე შემიძლია რაღაცა ნივთები ავიღო, манипулირება გავაკეთო ამ ნივთებით, მაგრამ არ მაქვს კუნთის გამძლეობა იმისთვის, რომ ეს ნივთები მე დიდხანს მეჭიროს. განსაკუთრებით ეს ხდება ხოლმე მაშინ, როდესაც ამ ნივთს ცოტაოდენი სიმძიმე აქვს. ხო, ეხლა მე ბურთი მიჭირავს, ეს საკმაოდ მსუბუქია, მაგრამ თუ თქვათ დავიჭერ ჭიქას, შეიძლება ეს ჭიქა დიდხანს ვერ ვატარო, ან ვერ დავიჭირო, ხო? ეს შეიძლება მიზეზი იყოს იმისა, რომ მე არ მაქვს კარგი კუნთის გამძლეობა, ხო? ანუ ერთი არის, რომ კუნთს შეუძლია რაღაც დროებით დაიჭიროს და შემდეგ არის გამძლეობა. თუ რაღაც შევინარჩუნო კონკრეტული მე ეს სიმძიმე, ეს ნივთის სიმძიმე შევინარჩუნო, ვატარო ან უბრალოდ მეჭიროს, ხო? ორი ამბავია, რაც ასე ვთქვათ, უნდა შეფასდეს და უნდა გავარკვიოთ, სად გვაქვს სირთულე. ამისთან მიხედვით მე შეიძლება დავგეგმოთ აქტივობები, ერთი კუნთის ძალის გამომუშავებისთვის და მეორე კუნთის ძალის გამძლეობის გაუმჯობესებისთვის, ხო? დიდი ხნით რომ მეჭიროს საგანი. კი ბატონო. ხო, ანა, სანამ გადავალთ უშუალოდ რეკომენდაციებზე, იმასაც მინდა ხაზი გავუსვათ, რომ აი რას გვეტყოდი იმის შესახებ, როდესაც პირდაპირ იწყებენ მშობლები წერით. ანუ გვეუბნებიან, რომ აუცილებლად უნდა დავიწყოთ წერით, იმიტომ რომ ასაკით ეკუთვნის, ასე ვთქვათ, არასწორი ფრაზაა, მაგრამ ეკუთვნის ასაკით რომ დაწეროს ბავშვმა და ცდილობენ, რომ ეგრევე წერით დაიწყონ. აი ამ შემთხვევაშიც მე მგონი კარგი იქნება გითხრა რამდენიმე აქტივობა, როგორ დავიწყოთ, იმიტომ რომ ძალიან კარგად იყო დაშლილი რა ჭირდება წერას. რა უნარის განვითარება. ხო, ერთს ვიტყვი, როდესაც რაიმე ტიპის სირთულეებს ვეხებით, თქვათ ბავშვს აქვს განვითარების შეფერხება, ან დაყოვნება, ან რაღაცა ის რთული დიაგნოზი გვაქვს. ამ შემთხვევაში მოდით არ შევხედოთ მის ასაკს და მაინდა-მაინც არ გამოვიდეთ მისი ასაკის საჭიროებიდან, ხო? რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ბავშვი ჩავრთო
ასაკის შესაბამის აქტივობებში, ეს უდაოდ ესია, მაგრამ შეიძლება რაღაც მომენტში დავიწყოთ ქვედა საფეხურიდან. აი სიტყვაზე ხა ჩვენ ვთქვით, რომ უკვე 5 წლის ბავშვს ეს არ მithქვამს, მაგრამ ანუ კალამის ჭერასთან დაკავშირებით 5 წლის ბავშვს უკვე უნდა შეეძლოს კალმის ჭერა და პინცეტური მოძრაობით მისი მანიპულირება, ხო? მაგრამ თუ თქვათ რაიმე სირთულე გვაქვს და პინცეტურ მოძრაობას ვერანაირად ვერ განვახორციელებთ და პინცეტურ ჩაჭიდებას, რა თქმა უნდა დავიწყოთ უფრო ქვედა დონიდან, რომელიც გულისხმობს თქვათ თაღოვანი ჩაჭიდების დასწავლას. ხო, თუ ვთქვათ, ესეც შეუძლებელია, შეგვიძლია გამოვიყენოთ აქტივობა, რომელიც მოითხოვს 2 ხელით ნივთის აღებას. და არავითარ შემთხვევაში არ დავაძალოთ ბავშვს, რომ შენ ასაკობრივად გეკუთვნის 5 წლის გარდა კალმის სწორად ჭერა და ამაზე გავაკეთოთ მთელი აქცენტი, დავკარჯოთ ენერგია და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ეს რა თქმა უნდა მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზეც, ის თუ ვერ ახერხებს ამას, მას მუდმივად აქვს ეს იმედგაცრუების, ესე ვთქვათ, ფრუსტრაციის გრძნობა და რა თქმა უნდა, ეს აქტივობა მისთვის არის სტრესული და არანაირად არ უკავშირდება მოკლედ დადებით ემოციებს, ხო? ესე არ უნდა იყოს. არსებობს არაერთი ადაპტირებული საშუალება, რომელიც გვეხმარება იმისთვის, რომ ბავშვს დავაჭერინოთ კალამი, ეს შეიძლება იყოს ფრიწებით დამაგრებული სახელი, რომელშიც ჩადის კალამი და ბავშვს არ სჭირდება ამ 3 თითის, ესე შეთანხმებულად ერთმანეთთან მიტანა, რომ კალამი დაიჭიროს. ნახეთ, ბავშვი დამხმარე საშუალებით მაინც ახერხებს, რომ ასაკის შესაბამისი აქტივობა აკეთოს, ანუ წეროს, ან ხატოს, ან გააფერადოს, მაგრამ როდესაც ვმუშაობთ ბავშვთან, ამავდროულად უნდა ვიმუშაოთ ოდნავ ქვედა საფეხურიდან, ხო? აი წეგან ვახსენე, რომ თუ თქვათ, საერთოდ არ მაქვს ეს თითებით ჩაჭიდების შესაძლებლობა, უბრალოდ ავაღებინებ ქაღალდს და ჩავდებ ნახევრად საკუჭულს სიტყვაზე და ვთხოვ, რომ ძლიერად მოუჭიროს, რომ რაც შეიძლება ეს დაამრგვალოს, ხო? ამით კუნთების ძალასაც იუმჯობესებს და ამ შემთხვევაში თაღოვან ჩაჭიდებას ინვითარებს. ხო, თაღოვანი ჩაჭიდება ჩვენ ვთქვით, რომ ეს მსგავსი ტიპის თაღი უნდა გაკეთდეს და ხელში უნდა დავიჭიროთ ნივთი, ისე რომ არ დაგვევარდეს. ხო, თუ ამას უკვე ძალიან კარგად ვაკეთებთ, მე შეგვიძლია გადავიდეთ თუნდაც 4 თითით ნივთის აღებაზე და ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანაზე. შემდეგ გადავიდეთ 3 თითზე და თუ ხვდებით, რომ ბავშვს 3 თითის შეუძლია აი ეს ამოტრიალებულ პოზიციაში თუნდაც ძივის ჯოხზე ოღონ გულისხმობს სკეილ მეძიება ბურთულას კი ბატონო, რომელსაც საკმაოდ დიდი ნახრეთი აქვს. აი თუ ამის ჩამოცმა შეუძლია ვერტიკალურ მდგომარეობაში 3 თითით, შემდეგ შეგვიძლია ვიმუშაოთ იმაზე, რომ მან კალამი დაიჭიროს აი ესეთ ამართულ პოზიციაში, ხო? ჯერ ჩვენ უნდა ჩავუდოთ ბავშვს კალამის სწორ პოზიციაში და ესე ვთხოვოთ აქტივობის გაკეთება და არავითარ შემთხვევაში არ მივცეთ, თქვათ, აი ესეთი მიმართულებით, როცა თქვათ ის ვერ გადაიტანს და დაიწყებს თითების სხვადასხვა პოზიციით განლაგებას და თავად ალტერნატივის მოძიებას, როგორ შეიძლება კალამი დაიჭიროს, ხო? ამით ჩვენ მას ცოტათი დავაბნევთ, ჯობია რომ უკვე გამზადებულ პოზიციაში, აი ესე, აი ამ ადგილას ჩვენვე სწორ პოზიციაში ჩავოდოთ ეს კალამი, ხო? ასევე შეგვიძლია ერთ-ერთი მარტივი მინიშნება გავუკეთოთ ბავშვს, აი როდესაც ნახეთ ესეთი პოზიცია გვაქვს, ხო? თითები მუდმივად გაშლილი აქვს, არის მდგომარეობები, როდესაც შედარებით მაღალი კუნთა ტონუსი გვაქვს, ბავშვებს უჭირთ ამ მომხრელი კუნთების 5-ვე თითზე შეთანხმებულად მანიპულირება, ვერ ახერხებენ 5-ვე თითის ერთად მიტანას და არის რომ ეს 2 თითი შედარებით გაშლილ პოზიციაშია. ამ შემთხვევაში მანიშნებლად ვაკეთებთ იმას, რომ ვიღებთ პატარა ფურცელს, ან შეიძლება ხელსახოცი დავკეთოთ, ან შეიძლება უბრალოდ ელასტიური ცომი, ეგრეთ წოდებულ პასტელინს ასაწვეძახით, ხო? აი ეს დავდოთ აი ამ პოზიციაში, ვთხოვოთ, რომ
ამ ორი თითით დაიჭიროს ისე, რომ ეს ფურცელი თუ ხელსაყრელი არ დაუვარდეს და ამ პოზიციაში დაიჭიროს კალამი. ხო, ანუ ეს არის ერთგვარი მიმანიშნებელი მისთვის, რომ აქ რაღაც უდევს, ჩემმა თითებმა ეს ყველაფერი უნდა დაიჭიროს და უფრო მარტივად დაგეგმოს ეს აქტივობა. მეტად როდესაც არაფერი არ მაქვს, ავტომატურად ეს რეაქცია მოდის, ხო, ეს თითების გამშლელი პოზიცია. ასევე, ანუ ახლა პირდაპირ გადავედით ამ კალამზე და ბანემ გავაგრძელებ ამ აქტივობას, ხო? ასევე გვაქვს შემთხვევები, როდესაც ბავშვები იმის გამო, რომ კარგად ვერ იჭერენ კალამს, არიან საკმაოდ დაძაბულები, რომ ეს სწორ პოზიციაში შეინარჩუნონ და როდესაც ცდილობენ სხვადასხვა მონახაზების გაკეთებას ფურცელზე, ზედმეტად აწვევიან. ეს შეიძლება იყოს ამ მიზეზით განპირობებული, შეიძლება იყოს იმით განპირობებული, რომ ის უბრალოდ ვერ აკონტროლებს ძალას, რაც ძალით აწვება ფურცელს და მოკლედ ხშირად არის შემთხვევა, როდესაც ეს ფურცელი ძლიერით აწვევით გაიხრიკება ხოლმე, ხო? ამისთვის ვიყენებთ ეს ძალიან მარტივ დამხმარე საშუალებას, რომელიც სახში შეგვიძლია მოვიწიოთ, ხო? ეს არის ჩვეულებრივი საკანცელარიო ბაინდერი, რომელსაც სარჭის მეშვეობით დავამაგრებთ ფურცელს, რომ არ დაცურდეს და ბავშვს ხოვთ, რომ აი ხონდა გადმოვხარო ეს, რომ გამოჩნდეს. ბავშვს ხოვთ, რომ იდაკვით და აკავდნოს ქვედა ზედაპირს და ესე გააკეთოს სხვადასხვა მოძრაობები, ხო? ეს უფრო მეტად უადვილებს ბავშვს, რომ აკონტროლოს მისი ზეწოლა ფურცელზე, იმიტომ რომ როდესაც ზემოდან ვაწვევით, უფრო მეტი ძალა შეგვიძლია გამოვიყენოთ კალამზე. უფრო მეტად დავაწვევთ, მაგრამ როდესაც იდაყვი დადებული გვაქვს და ოდნავ ამართული პოზიცია აქვს ფურცელს, ამ შემთხვევაში გაგვიჭირდება იგივე ძალით ფურცელზე დაწოვა, ხო? ამიტომ ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი დამხმარე სტრატეგია მათთვის, ვისაც აქვს ეს სირთულე კალამის გამოყენებასთან დაკავშირებით. კი ბატონო, ასევე წეგან საუბრობდი, რომ ეს კუნთის ძალა, გამძლეობა, სხვადასხვა მდგომარეობა და შეგვიძლია დავგეგმოთ არაერთი სახალისო აქტივობა იმისთვის, რომ აი ეს გამძლეობა თითებში გავზარდოთ, ხო? ნახეთ, რა რისთვის გვჭირდება ხა ეს თითებში გამძლეობა? ერთი რომ კალამი დავიჭიროთ დიდხანს, ერთი რომ კოვზი დავიჭიროთ დიდხანს და ეს მოძრაობები რომ კოვზი ავიღო და ულუფა პირთან მივიდაო და ეს 10ჯერ და 15ჯერ გავაკეთო. ამისთვის მჭირდება, ხო, ეს გამძლეობა თუ უცბად დამეღალა ხელი გამომეფი და ამ შემთხვევაში მუდმივად ამჭირდება დამხმარე, ვინც თქვათ ამ პროცესში დამეხმარება, ხო? აი ამ თან ერთიც უნდა ვთქვათ, რომ კოვზის ჭერა არ არის მარტივი ამბავი, ამაში ჩართულია როგორც მაჯა, ასევე ხელისგული და თითები და მუდმივად გვიწევს მსგავსი ტიპის მოძრაობის კეთება, ხო? ამისთვის შეგვიძლია დავგეგმოთ აქტივობა, რომ ეს კუნთის ძალა გამძლეობა გავზარდოთ, ხელი მარტივად არ დაგვეღალოს და თან ეს აქტივობა იყოს სახალისო და ბავშვისთვის არ იყოს მოსაბეზრებელი, ხო? შეგიძლიათ გამოიყენოთ რეზინები, რომელიც შეიძლება იყოს სხვადასხვა ფერის და სამწუხაროდ ეხლა მე არ მქონდა თან ფერადი რეზინი, მაინც შავი მაქვს და ძალიან ცუდი. ოღონდ დარწმუნდით, რომ აი ეს რეზინი არის ბავშვის თითებს რომ მოკუმავს დიამეტრის ტოლი დაახლოებით, ხო? დიდი ზომის არ უნდა იყოს. და ნახეთ, გააჩნია ბავშვის მდგომარეობას. თუ ბავშვს ძალიან სუსტი კუნთი აქვს და მარტივად ეფიტება, რა თქმა უნდა, ავიღებ ისეთ რეზინს, რომელიც მარტივად იწელება, ხო? თუ თქვა შედარებით კარგი მდგომარეობა, შეიძლება ცოტა მჭიდრო რეზინიც გამოვიყენო. ნახეთ, რას ვაკეთებ, უბრალოდ ჩამოვაცნებ ესეთ თითებზე და ვთხოვ, რომ აიღებ თუნდაც ბურთები, თუნდაც, არ ვიცი, აი დაკუჭული ქაღალდები, ხო? თუნდაც პირამიდის ცოტა ოდნავ დიდი რგოლები, გაშალე თითები
დაიჭირა ეს ბურთი, ნახეთ, აიღე და გადაიტანა ერთი ადგილიდან მეორეში. ამას შეიძლება მივცეთ შეჯიბრის სახით, ჩვენც გავაკეთოთ ინვენტორი რაღაც. ნახეთ, აი თქვენც თუ მოსინჯავთ იმისთვის, რომ მე ეს რეზინი გავწელო, საკმაოდ დიდი ძალა მჭირდება. ეს არის ერთგვარი ვარჯიში ხელის კუნთებისთვის, მაგრამ როგორც წეგანა აღნიშნე და კიდევ გავმეორდები, ეს არ უნდა იყოს მსგავსი მოძრაობა, რომელსაც აი ხა სიტყვაზე გაჩვენებთ, აი არ მინახავს არაერთი შემთხვევა, როდესაც ბავშვს დააჭერინებენ ხოლმე აი ეს მსგავს რეძინებს, ეს ავარჯიშო რეძინები როა, სილიკონის და თხოვენ, რომ აი ეს მოძრაობები გააკეთე, ხო? ეს არის ერთგვარი ვარჯიში, არაფერი საინტერესო ამაში არ არის. ბავშვმა შეიძლება 5 ჯერ გააკეთოს ეს აქტივობა, მარტივად მობეზრდეს და შემდეგ კითხათ, რომ მე ამას აღარ გავაკეთებ, ხო? ამიტომ აბსოლუტურად ყველა აქტივობა ჯობია, რომ შევფუთოთ თამაში. და ეს 6 წლამდე ზოგადად ჩვენ ოკუპაციურ თერაპევტები და დარწმუნებული ვარ მშობლებიც რაღაც უნარების დასწავლისთვის ვიყენებთ თამაშს და ეს არ არის თამაში თამაშისთვის. რა თქმა უნდა, უბრალოდ თამაშიც მნიშვნელოვანია, მაგრამ თამაში ძალიან ეფექტურად შეიძლება გამოვიყენოთ, აი თუნდაც ამ მსხვილი და ნატიფი მოტორული უნარების დასწავლისთვის. კი ბატონო, ერთს დავამატებ უბრალოდ ვარჯიში, როგორც ასეთი თავისთავად ცალკეულად, რომ მაგალითად თითების მოძრაობები გავაკეთოთ, როგორც ანამ უკვე აღნიშნა, არის უინტერესო და თან ბავშვს ნაკლებად ეხმარება იმაში, რომ ეს უნარი, რომელიც დაისწავლა, გადაიტანოს ყოველდღიურ საქმიანობებში. მაგალითად, თუ უშუალოდ ვთამაშობთ ბავშვთან ერთად იმაზე, რომ მაგალითად სარჭებით დაკიდოს პატარა ფურცლები რეზინზე ვთქვათ, ან რაღაც თოქზე ჩამოკიდოს. ეს ეხმარება იმაში, რომ მე საკუთარი ტანსაცმელი ჩამოკიდოს საკიდზე მაგალითად. გაფინოს სარეცხი, ანუ ყოველთვის, როცა ბავშვთან ერთად ვაკეთებთ რაღაც აქტივობას, აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, რომ ეს მოქმედებები რაში დაეხმარება ბავშვს, ანუ ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორ გადაიტანს და როგორ გააკეთებს იგივე მოძრაობებს. ეს ბევრად უფრო ეფექტურია ხოლმე, ვიდრე მხოლოდ და მხოლოდ ვთქვათ 10 ჯერ ხელების გახსნა და შემდეგ მოხრა და ასე შემდეგ, ხო? ანუ ყოველთვის უნდა ვიფიქროთ ფუნქციურად რაში დაეხმარება ეს მოძრაობები ბავშვს. კი ბატონო, მადლობა ნინო და რა თქმა უნდა, ყველა ის უნარი, რასაც ბავშვობაში დავისწავლით, მე გვჭირდება იმის, რომ ზრდასრულობაში ეს ეფექტურად გამოვიყენოთ, როგორც საკუთარი თავის მოვლისთვის, ასევე სხვადასხვა საქმიანობების კეთებისთვის, რაც თქვა და შეიძლება დაგვევალოს სხვადასხვა მდგომარეობაში, ხო, ეს იქნება სამსახური, სახლის მოვლა თუ ასე შემდეგ, ხო? ეს ყველაფერი არის მოსამზადებელი რესურსი, ეს რესურსი ძირითადად უნდა ამოვწუროთ 6 წლამდე, იმიტომ რომ 6-7 წლის ბავშვს უკვე აქვს ყველა ის მოტორული უნარი, რაც მას სჭირდება შემდეგ ცხოვრების მანძილზე ფუნქციონირებისთვის. ანუ ხა რას ვგულისხმობ? უკვე 7 წლის ბავშვს სულ მოტორულ უნარებში შეუძლია ყველა ის მოძრაობა გააკეთოს, რაც სიტყვაზე მე შემიძლია, იმიტომ რომ მე არ ყოფილვარ ჩართული სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობებში, რომელიც გულისხმობს სპორტულ აქტივობებს, ან თუნდაც ცეკვის აქტივობებს, ხო? ანუ არ მქონია მსგავსი აქტიური ცხოვრება, ამიტომ ის რაც 7 წლამდე მე ფიზიკურ განვითარებაში დავაგროვე, ის მომყვება. ხო, რა თქმა უნდა, თუ თქვა მე ადამიანი გაყვება რაღაც სპორტს კონკრეტულად, თუნდაც ტანვარჯიშს და ასე შემდეგ, მათი მოტორული უნარები უფრო მეტად დაიხვეწება და მათ შეიძლება უფრო მეტი რაღაც გააკეთონ, თუნდაც ელასტიურობის კუთხით, ვიდრე თქვა ტიპიური განვითარების მქონე ადამიანს შეუძლია. მაგრამ აი როგორც თქვი, მაქსიმუმს მივახწევთ ამ 7 წლამდე, ამას ვგულისხმობ ტიპიურ განვითარებაში, ხო? როდესაც არ მაქვს არანაირი სირთულე და მივყვები მე ჩემი განვითარების ეტაპების თანმიმდევრობას. ამიტომ აი მნიშვნელოვანია ხალისით, სიხარულით, მოტივაციით, აი ამ თუნდაც სახალისო აქტივობების ჩართულობა ყველა იმ საჭირო უნარის გაუმჯობესებისთვის, რომელიც ნინომ წეგან ახსენა, რომ გვჭირდება სამომავლოდ ცხოვრებაში სხვადასხვა აქტივობებისთვის.
მე მგონი კარგი იქნება რამდენიმე პრაქტიკულ რეკომენდაციასაც კიდევ თუ დაგვიმატებდი, აი სახლის პირობებში, როგორ შეიძლება სახლში არსებული მასალები მაგალითად გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ბავშვმა განივითაროს ეს უნარები, ან თუ არის რაიმე ასე ვთქვათ ხრიკები, რითიც ბავშვს უფრო წავახალისებთ, რომ გააკეთოს ესეთი მოძრაობები და ასე შემდეგ. კი ბატონო, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ყველა უნარი, ეხლა რაც ზევით ჩამოვთვალეთ, ხო, ბალანსი იქნება, ეს კოორდინაცია იქნება, კუნთის ძალა გამძლეობა იქნება, შეიძლება დაიგეგმოს სახალისო აქტივობად, მოკლედ და ამ უნარების განვითარებაზე ვიმუშაოთ, ხო? ნახეთ, ერთი რა შეიძლება, თუ თქვათ ბალანსზე გვინდა მუშაობა, შეგვიძლია უბრალოდ ბავშვს შევუკეროთ პატარა ტომარა, რომელშიც მოთავსებული იქნება სხვადასხვა ბურღულეული და არ იქნება ეს ტომარა მძიმე და ვთხოვოთ, რომ ერთი ადგილიდან მეორე ადგილას გადაიტანოს თავის მეშვეობით. ანუ აიღოს ეს ბურღულეული სავსე ტომარა, დაიჯოს თავზე და წაიღოს მეორე ადგილას, ხო? ეს დისტანცია აბსოლუტურად დამოკიდებულია ბავშვის უნარზე, ხო? თუ თქვათ ბავშვს კარგი ბალანსი აქვს, შეიძლება ეს დისტანცია იყოს 3 მეტრი, ან 2 მეტრა და ნახევარი, ხო? თუ თქვათ ბავშვს ძალიან უჭირს ბალანსის დაცვა და ძალიან ფრთხილობს, შეგიძლიათ ეს დისტანცია ჩამოიტანოთ 1 მეტრამდე, ან უფრო ნაკლები, ხო? ანუ თავადია რომ ბავშვს ჰქონდეს წარმატებულობის განცდა, რომ მე რაღაც აქტივობას წარმატებით ვახორციელებ. და მუდმივად ეხა თუ რთულ დავალებებს შევთავაზებ, წეგანს ვახსენე, ხო? მე მექნება იმედგაცრუების განცდა, რომ მე ამას ვერ შევძლებ და ამ აქტივობაზე ის დიდხანს არ წამოყვება. ხო, ეს ადამიანის ბუნება, რომ თუ რაღაცა არ გამომდის, ძალიან რთული ამას აღარ ბეჭიდებ, ხო? ამიტომ გახსოვთ თქვენი შვილის შესაძლებლობები და დაიწყეთ მარტივიდან რთულისკენ, ხო? გართულებას არაფერი არ უნდა, ხო? ყველაფერი შეიძლება უფრო ასე ვთქვათ, კომპლექსური გავხადოთ, ბევრი აქტივობა ჩავთოთ, მაგალითად, თუ თქვათ შეიძლება ბავშვმა ამ ტომსიკას გადატანა ერთი ადგილიდან მეორეზე, მე შეგვიძლია ვთხოვოთ, რომ ხელშიც დაიჭიროს რაღაც და 2 ნივთი გადაიტანოს ერთი ადგილიდან მეორეზე, ხო? მე შეიძლება ვთხოვოთ, რომ თავზე ეცედოს და 2 ხელში გასხავებული ნივთი ეჭიროს, ხო? ესეთ მოკლედ ძალიან რთული ამბავია, ამიტომ რომ თან მე ხრები, იდაყრი, ხელები უნდა ვაკონტროლო, თან თავის და ტანის პოზიცია უნდა ვაკონტროლო, თან უნდა ვაკონტროლო, რომ ფეხები შეთანხმებულად გადაადგილდებოდეს და ასევე მჭირდება ვიზუალური კონტროლი, რომ მე მაქვს დანიშნულების ადგილი, სადაც ეს ყველაფერი უნდა მივიტანო დავარდნის გარეშე, ხო? ანუ ყველაფერს ვიწყებთ მარტივიდან რთულისკენ. ასევე არის ერთი ძალიან სახალისო აქტივობა და ეს ფოტო შემიძლია გაჩვენოთ, იმიტომ რომ ცოტა გამიჭირდება ამის ახსნა. რაც ეს შეგვიძლია გავაზიაროთ ეკრანს და მგონი უფრო მარტივად დაინახოს მოხდები. დასრულისხმით. ეს არის ძალიან სახალისო აქტივობა, რაც მოითხოვს ძალიან ბევრი უნარის გამოყენებას. ნახეთ, ეს არის უბრალოდ გრძელი ლენტები. შეგიძლიათ ჩვეულებრივი საახალწლო ლენტები როა ეს დახვეულის გამოიყენოთ, ან გრძელი ფურცლები გამოიყენოთ, ხო, თუ ამის საშუალება გექნებათ. ან სალფეტკები, რომლებიც გადაბმულიყოთ, გააჭრათ მთელს გრძელზე და ასე დაკიდოთ და სთხოვთ ბავშვს, რომ ისე გაიაროს ამ ლაბირინთებში, რომ არ ჩამოწყვეტოს არც ერთი თოკე. ხო? ნახეთ, აი აქ მჭირდება რომ დავიხარო, თავი დავწიო, მუხლზე დავდგე, ერთი ფეხი ავწიო, ტანის მხარეს გადავხარო, ჯერ ხელი გავაძრინო მე. ანუ არის ძალიან ძალიან რთული აქტივობა, არის ძალიან სახალისო და ამ ყველაფერს აქვს მიზანი, ხო? რომ მე ისე უნდა გავძრო, რომ არაფერი არ დავაზიანო ბჭყალებში, ხო? დამეთანხმებით, რომ არის საინტერესოც, კომპლექსურიც და მეხმარება ვიზუალური, ასევე კოორდინაციის, ასევე ვესტიბულური
სისტემის შეთანხმებულად მუშაობაში აბსოლუტურად ყველაფერი, რაც ახლა ჩამოვთვალე, მჭირდება რომ იყოს მეტნაკლებად მოწყობილში, ხო? ნახეთ, ახლა ვიღაც დასვამს კითხავს, რომ თუ ამ ყველაფერს აკეთებს, რაღა საჭიროა, რომ მსგავსი ტიპის აქტივობები დავუგეგმო, ხო? ნახეთ, ეს შეიძლება იყოს თქვენი მიზანი, რომ აი მსგავსი რთული ლაბირინთი თვეების შემდეგ გადალახოს თქვენმა შვილმა. და პირველ ეტაპზე დაიწყოთ სულ რაღაცა 3 ლენტით, ხო? და 3 ლენტში გაძრეს. ან თუ გინდებათ, დაიწყეთ 1 ლენტით, რომელიც დაბალ სიმაღლეზე იქნება გაბმული კედლებს შორის და ის დამამიწყოთ, თუ თქვათ ვერ მიხვდით როგორ უნდა დამაგდეს, ეს არის უბრალოდ წებოვანი ლენტებით მიმაგრებული კედლებზე, ხო? თქვათ დაბალ სიმაღლეზე ჯერ გაძრეს ბავშვი ისე რომ გაიტანოს თავი, ტანი, მუხლები და ადგეს. მერე 2 გააკეთეთ, შემდეგ 3 და ესე ნელ-ნელა შეგვიძლიათ გაზარდოთ ამ ლაბირინთის სირთულე. ასევე ერთ-ერთი ესეთი რთული აქტივობა არის, აი ჩემი ანა ძალიან დიდი ბოდიში რომ გაწყვეტნით თუ შეიძლება რომ თუ ფოტოებს აღარ ვაჩვენოთ უბრალოდ გამოვთოთ რომ ლეკუნას დანახვაც შესაძლებელი იყოს მაყურებლები კიდევ შემდეგ ბარე მოდით გაჩვენებთ სხვადასხვა ფოტოებს რომლის გაზიარებაც მინდა თქვენთვის ხო ნახეთ ერთ-ერთი ყველაზე ესეთი მარტივად საშოვნი იაფი არის ბუშტი და მეთანხმებით და შეგვიძლია აი ამ ბუშტის მეშვეობით არაერთი სახალისო აქტივობა დავგეგმოთ ხო ნახეთ აი რომ ახსენებდი რომ კუნთის ძალა გამძლეობა მჭირდება მე იმისთვის რომ კარგი მოტორული უნარები მქონდეს ხო როდესაც მე ბუშტს ასე ვთქვათ ვენწლავ ანუ მუდმივად მიწევს ხოლმე ერთი ან ორი ხელის ასეთ სივრცეში ზედა ნაწილში შენარჩუნება ხო აი თუ თქვათ ჩამოვუშვებ ამ ხელებს ეს ბუშტი რა თქმა უნდა უფრო მალე დაეცემა ძირს ხო ჩემი მიზანია რომ ეს არ დავაგდო თუ თქვათ აი ეს გრავიტაციასთან ან დედამიწის მიზიდულობის ძალასთან მიჭირს მე გამკლავება და ჩემი კუნთთა ტონუსი არის საკმაოდ მოდუნებული და ეს მოძრაობები ბევრ ძალისხმევას საჭიროებს ბავშვთან ერთად დაგეგმეთ რომ თქვათ 3-ჯერ ან 4-ჯერ დავარტყათ ბუშტს ხელი ისე რომ არ დაგვევარდეს თუ თქვათ შედარებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს გამძლეობასთან დაკავშირებით ეს რაოდენობა ბუშტების თქვათ აკენჭნის ასე თქვათ შეიძლება გავსარდოთ ხო ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ ხელები შეიძლება გამოვიყენოთ ჯოხი შეიძლება გამოვიყენოთ აი ჩოგანს რო ეძახიან ხო აი პატარა ბავშვებს აქვს შესაძლებელი ზომის ჩოგნები და ამის მეშვეობით გავაკეთოთ ეს მოძრაობა ასევე შეგვიძლია დავგეგმოთ აი ამ ძირს დაყრილი ბუშტების შეცურება ან შეგდება სხვადასხვა შეიძლება კარავი იყოს შეიძლება ბადე იყოს შეიძლება ხუთი იყოს ოთახში გაბნეული ბუშტები რომ შევიტანოთ აი ამ დახურულ სივრცეში ასე ვთქვათ ხო ესეც მოითხოვს გადახრას ორფეხზე დგომას, როდესაც წინ ვიხრები და ორფეხზე დგავარ, ამ შემთხვევაში ჩემი ბალანსი, რა თქმა უნდა, უფრო რთულ იმაშია, შედარებით ჩემბატო ვითარდება ხო? კი ბატონო, ანუ კონტროლი უფრო მიჭირს ბალანსის, ხო? ეს ყველაფერი არის ერთგვარი ტრენირება ამ უნარის გაუმჯობესებისთვის და ამავდროულად როგორც არაერთხელ ვთქვით, ეს არის სახალისო ბავშვისთვის. ის ერთობა იღებს სიამოვნებას და ჩვენ მუშაობთ ამ აქტივობაზე და ამ უნარის გაუმჯობესებაზე. ასევე ძალიან კარგი არის ეს თერაპიულ ბურთებს რომელსაც ეძახიან დიდი ზომის ბურთები ეს შეიძლება იყოს ძალიან დიდი შეიძლება იყოს შედარებით პატარა ეს გააჩნია ბავშვის შესაძლებლობებსაც და ნახეთ ესეთი აქტივობა ლენტს ვაკრავთ კედელზე და ეს ლენტი ასევე ჩამოდის იატაკზე და ბავშვს ხოვთ რომ იატაკიდან დაიწყოს ამ ბურთის გადაგორება და კედელზე გაკრულ ლენტთან ავიდეს, ხო, ააყოლოს და არ გადასცეს ამ ლენტს, ხო? მაინდა-მაინც ნუვთხოვთ ხოლმე რომ ეს ბურთის შუა ხაზი მოხდეს ყოველთვის ამ ლენტთან, იმიტომ რომ არ არის ეს მარტივი. მისნაც შეგიძლიათ დაისახოთ, უბრალოდ
არ გადასცეს არც ერთი ბურთის კიდე აი ამ ლენტს, ხო? ესეთ ამაშიც ჩართულია როგორც ქვედა კიდურები, ასევე ზედა კიდურები, ტორსი, ანუ ტანის ნაწილი, ტორს ამას მეძახით და ასევე თითები, ხო? და ასევე რა თქმა უნდა, მხედველობა გვჭირდება იმისთვის, რომ ამ ჩვენს სწორ ხაზს გავყვეთ შესაბამისად. ასევე ეს არის მიწოლითი აქტივობა. შეგვიძლია რომ თამაში დავგეგმოთ, უბრალოდ ლენტი დავაწეროთ იატაკზე, რომელიც არის მანიშნებელი ამ შუა ხაზის გადაკვეთის და ორი მხრიდან მოხდეს ამ ბურთზე მიწოლა და ეს იქნება ერთგვარი შეჯიბრის აქტივობა, აი ვინც გადაიტანს ამ ლენტის იქით ბურთის გაიმარჯვებს, ხო? აქაც გვჭირდება ორი ხელის ძლიერი მიწოლა და ამ შემთხვევაში ზურგის კუნთებთან ერთად მუშაობს ჩვენი მხრის კუნთები და ჩვენი ხელის კუნთები, ხო? აი ძირითადი ნაწილი არის ზედა ნაწილზე, კი არა, ძირითადი მიზანი არის ზედა ნაწილის გაძლიერება ამ შემთხვევაში. დაახლოებით იგივეა თოკის გაწევა და გადაზიდვა შენს მხარეს, ხო? ასე შეჯიბრებითობის პრინციპით შეგვიძლია გავაკეთოთ და აქაც ზედა ტანთან და ზედა კიდურებთან ერთად აუცილებლად ვითარდება ქვედა კიდურები, იმიტომ რომ აი თუ თქვა როდესაც გითამაშია თუ მსგავსი თამაში, მოითხოვს ძალიან ძლიერ დაწოლას ფეხებზე იმისთვის, რომ თქვენ ბალანსი არ დაკარგოთ და არ წახვიდეთ საპირისპირო მიმართულებით, ხო? დამეთანხმებით, რომ ეს ყველაფერი არის ახალისა და ყველა ეს კომპონენტი, რომელიც თავში ვთქვით, ყველა აქტივობა თითქმის ერთი და იგივე უნარების ჩართულობას მოითხოვს და პატარა ინციდენტ ბუშტების აქტივობით შეიძლება ამდენი არხი ერთდროულად, ასე ვთქვათ, გავაუმჯობესოთ და ამდენ არხზე ერთდროულად ვიმუშაოთ. ხო? კი ბატონო, ერთ-ერთი აქტივობა ასევე ძალიან მიყვარს, უბრალოდ ეს უფრო საზაფხულო აქტივობაა და ზამთარში გაგიჭირდებათ. ეს არის წყლიდან ბურთების ამოღება ორი ფეხით და გადატანა, თქვათ, მეორე ჯამში. თუ თქვათ, ზამთრის პერიოდში ეს უბრალოდ შეგვიძლია მშრალად გავაკეთოთ, ხო? და წყალი არ გამოვიყენოთ. აქაც ეს ორი ფეხის ერთად მუშაობა და ასევე აი ჩვენი ოთხთავა კუნთები, რომელიც ფეხს აქვს, ძალიან კარგად იტვირთება ამ შემთხვევაში და კარგად მუშაობს იმისთვის, რომ მე თქვა სხვადასხვა აქტივობები, რაც ხილმოტრულ უნარებს უკავშირდება, წარმატებით განახორციელოთ. და ერთი რაც ძალიან მნიშვნელოვანია და თამავიწყდა რომ მეთქვა, ეს ეხება როგორც ნატიფს, ასევე მსხვილ მოტორულ უნარებს. პირველი არის სტაბილურობა, რაზეც ყოველთვის უნდა ვიფიქროთ, ხო? ბავშვი თუ არ ზის სტაბილურად და მას ვთხოვთ სხვადასხვა ნატიფი მოტორული აქტივობის განხორციელებას, ამ შემთხვევაში მას ძალიან გაუჭირდება ამ აქტივობაზე კონცენტრაცია. ნახეთ, თუ თქვათ, მე მაქვს იმის შიში, რომ შეიძლება გადავარდე რომელიმე მხარეს. ან ჩავცურდე წინ. დამერწმუნებით, რომ ძალიან ძნელია ეხლა თუნდაც ვთქვათ, ძივების გაყრა ამაში თასმაში, ხო? იმიტომ რომ მთელი ჩემი დაცვითი მექანიზმი ამ დროს გადატანილია უსაფრთხოებაზე. ამიტომ 90-90-90-ზე ძალიან ბევრჯერ გვითქვამს, ეს არის მენჯის, მუხლის და კოჭების სახსარში, აი ამ 90 გრადუსიანი კუთხეების შექმნა იმისთვის, რომ ბავშვმა შედარებით სტაბილურად იგრძნოს თავი, ფეხები არ ქონდეს ჩამოკიდებული, ანუ თუ მაღლა-სიმაღლეზე ეზის და ეს არასტაბილურობის განცდა არ შეუქმნათ. ხო, და ეხლა ერთი-ორ ფოტოსაც გაჩვენებს ნატიფ მოტორულ აქტივობებზე, რაც პირადად მე ძალიან მიყვარს და ძალიან ბევრი ბავშვი ამას ხალისით მოყვება. ისინი არის სამედიცინო საწვრთნოს ეძახიან ამ ყველაფერს, არის სხვადასხვა ზომის და სისქის, თუ თქვათ ბავშვს ძალიან უჭირს ეს თითების
გამოიჭერა ნუ იყიდით პატარა სილიკონს რომელიც აქვს თავზე შეგიძლიათ იყიდოთ ცოტა დიდი სილიკონის ბურთულით თავი და სთხოვოთ რომ შეფერადებული წყალი სხვადასხვა წრეებში ისე ჩაასხას საწვეთურით რომ ამ ხაზებს არ გადასცდეს ხო ამის გართულება და გამარტივება ძალიან ადვილია ასე ვთქვათ შეიძლება დაიწყოთ დიდი ბურთებით და სთხოვოთ რომ ჯერ აი ამ დიდ ბურთებში ჩაასხიეს წვეთები და შემდეგ თუ ამას წარმატებით განახორციელებს ბავშვი რა თქმა უნდა ამ ბურთებს დავაპატარავებთ და ამ შემთხვევაში უფრო მეტად გაუჭირდება ბავშვს რა თქმა უნდა მაგრამ აქ უკვე ერთვება ძალიან აქტიურად თვალის და ხელის კოორდინაცია როდესაც მზერით მე უნდა დავაფიქსირო ის წერტილი სადაც მინდა რომ ეს კონკრეტული რაღაც მივიტანო და ჩავასხა ხო კი ბატონო ასევე ძალიან კარგი აქტივობა ეს თაღოვანი ჩაჭიდება ვახსენეთ ჩვენ თაღოვანი ჩაჭიდებისთვის ეს არის აი უბრალოდ პროგრამული შესაძლებელი ბოთლი რომელიც მეც მაქვს აქ ამ ბოთლში ვასხავთ წყალს და ვაფერადებთ ტორტის საღებავებით ეს ცომის საღებავები რო არის ეგრეთ წოდებული საკონდიტრო საღებავები სულ რამდენიმე ეს ციკლი უნდა ჩაასხათ და დაახლოებით ამ მოძლობის წყალში და ძალიან კარგად იცვლის ფერს ხო აი ამით შეგიძლიათ ბავშვს თაბახის ფურცელზე რაღაცეები დაახატინოთ, თუნდაც გააფრადებინოთ, ან უბრალოდ შეასხურებინოთ. ეს ყველაფერი ხელს უწყობს აი ამ თაღოვანი ჩაჭიდების გაუმჯობესებას, რაც ასევე მნიშვნელოვანი იყო აკადემიური უნარების, ანუ კალმის ჭერისთვის, ხო? კი ბატონო და კიდევ ერთ-ერთი აქტივობა რომელიც არ მოითხოვს საკითხებზე წასვლას და სათამაშოების ყიდვას შეგიძლიათ გამოიყენოთ სამზარეულოს აღჭურვილობა და ეს ნივთი რომელსაც ფოტოზე ხედავთ უბრალოდ აი რასაც ხედავთ აქ რომ თოკებით ასე თქვა და სირთულები შექმნათ კუბიკის ბურთის თუ პატარა ნივთების ამოღებისთვის და სთხოვოთ ბავშვს რომ ეს კარგად მოიჭიროს ხელი და ამოიღოს და გადაიტანოს ერთი ადგილიდან მეორეზე, ხო? ამაშიც ნახეთ ჩართულია ეს ჩვენი მაჯა, ჩვენი თითები და ჩვენი ხელის გოლი, ხო? ეს თაღოვანი ჩაჭიდება. მოგეთ ეს არის ძალიან მარტივად გასაკეთებელი და ვფიქრობ ყველასთვის ხელმისაწვდომი აქტივობა. და ერთი კიდევ რაც მინდოდა მეთქვა, ზოგადად როდესაც წერაზე ვსაუბრობ და ნატიფმოტორულ უნარებზე ყველას წარმოგვიდგენია რომ უნდა ვისხდეთ მაგიდასთან, სპამზე და ასე შემდეგ. არა შეგვიძლია აქტიურად გამოვიყენოთ დაფები, აქტიურად გამოვიყენოთ ეს ჩვენი თაბახის ფურცლები, რომელსაც გავაკლებთ კედელზე და სხვადასხვა აქტივობას გავაკეთებინებთ. შეიძლება იყოს წრეები, შეიძლება იყოს ჯვარები, შეიძლება იყოს წერტილები შეერთება და ასე შემდეგ, ხო? ამ შემთხვევაში სხვა პოზიციაშია ხელი და ამ შემთხვევაში უფრო მეტი კუნთია ჩართული იმაში, რომ ბავშვმა ეს აქტივობა განახორციელოს. ანუ ეს რა თქმა უნდა შემდეგ დაგვეხმარება სამაგიდო აქტივობების განხორციელებაში, მაგრამ ამავდროულად აი ამ აქტივობით ვმუშაობთ მსხვილ მოტორულ უნარზე, რომელშიც ჩართულია როგორც მუცლის, ასევე ზურგის კუნთები, ხო, ეს ჩვენი ხელი რომ აქციოთ ზედა მიმართულებით. კი ბატონო, ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო და სახალისო აქტივობებია და ძალიან კარგი იქნება თუ კი ცდიან მშობლები ამ აქტივობების სახლის პირობებში შესრულებას. ერთ-ერთი კითხვა, რომელიც შემოვიდა არის მეტყველებასთან დაკავშირებით, თუმცა ძალიან რომ არ გადაუხვიოთ თემას და ასევე ჩვენი დროც იწურება ნელ-ნელა, ძალიან საინტერესო იქნება რამდენიმე ორალურ-მოტორული აქტივობაც რო ვახსენოთ. ორალურ-მოტორული ეს არის პირისყრუს გარშემო არსებულ კუნთებზე მიმართული, ასე ვთქვათ, სავარჯიშოები. რამდენიმე კარგი იქნება. კეთილი, ნუ ერთ-ერთი ძალიან სახალისო აქტივობა შეიძლება იყოს ბავშვისთვის საყვარელი პროდუქტით პირის სხვადასხვა კიდეების მოსრა, შეიძლება იყოს იოგურტი, შეიძლება იყოს შოკოლადი, შეიძლება იყოს ჯემი, თუ
თუ მას ძალიან უყვარს და თქვა მოაცხით უჩის ერთ კიდეზე მეორე კიდეზე მიეცით სარკე და ბავშვს თხოვეთ რომ ტუჩის მოძრაობით ასე ვთქვათ მოილოკოს ეს საყვარელი საკვები ხო ამით სიამოვნებასაც იღებს და ხალისობს კიდევაც ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ საწრუპავი მილები რაც ძალიან მარტივი მოსაძიებელია ავიღოთ ერთჯერადი ქაღალდის ჭიქები და ეს წარმოგიდგენთ რომ ეს არის და ამოვატრიალოთ დავალაგოთ ესე მაგიდაზე და ვთხოვოთ ბავშვს რომ ჩვენთან ერთად შეუბეროს ის ერთ ჭიქას შეუბერავს თქვენ მეორეს და რომელი უფრო მალე მოახერხებს რომ ეს ჭიქა მაგიდიდან გადააგდეს. ანუ ძლიერი შებერვით შეიძლება რომ ეს ქაღალდის ჭიქა წინ წავიდეს, ხო? ასევე საწრუპავი მილი ძალიან ესეთი კარგი აქტივობა იმისთვის რომ დავყუწოთ ფურცლები ან შეიძლება დავყუწოთ აი ღრუბლები როა აი სამზარეულოს ღრუბლებიც და ბავშვს თხოვოთ რომ შეისრუტეს საწრუპავი მილით ეს ფურცელი ან ღრუბელი და გადაიტანე თქვათ ერთი ადგილიდან გქონდეთ ორი ჯამი და შეისრუტეთ და როდესაც ბავშვი შეისრუტავს ამ მილით ეს ფურცელი ან ეს ჩვენი ღრუბელი აეკრობა საწრუპავი მილის ერთ ბოლოს თუ შესრუტული ექნება ის არ ჩამოვარდება და შემდეგ რომ გადაიტანს ჯამში უნდა ჩაბეროს და ეს ნაკუწები ასე ვთქვათ გადაიტანოს ხო ეს რა თქმა უნდა ეხმარება ჩვენს პირის ღრუში არსებულ კუნთებს იმაში რომ მოვიდეს ტონუსში თუ ვთქვათ ოდნავ მოდუნებულია ცოტა გავარჯიშდეს და ეს ყველაფერი შემდეგ რა თქმა უნდა თავისუფლად მუშაობს როგორც არტიკულაციაზე ასევე კვებაზე და თუნდაც აი ეს კბილების გახეხვის დროს, გამაწმენდის დროს წყლის ჩაგუბებაზე, ისე რომ ბავშვს არ გადასცდეს ეს ჩაგუბებული წყალი, ეს გამოივლოს და შემდეგ გადმოანერწყოს. ხო, ამ ყველაფრისთვის გვჭირდება პირის ღრუში არსებული კუნთების გავარჯიშება და ეს ერთი-ორი მაგალითი, რაც ახლა უცებ გამახსენდა, შეიძლება ერთ-ერთი რაც ხსენდება, ასევე არის სხვადასხვა მიმიკების გამეორება სარკის წინ, როდესაც ბავშვს კბილებს უხეხავთ, ან უბრალოდ სარკის წინ ხართ, შეიძლება სხვადასხვა მიმიკები მიიღოთ სახეზე და ვთხოვოთ, რომ გაიმეოროს, ესეც ძალიან სახალისოა ხოლმე და როგორც წესი იწვევს იმას, რომ ბავშვები ძალიან ბევრს იცინიან ამ აქტივობის განხორციელების დროს. იქიდან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ ჩვენი დრო უკვე ნელ-ნელა იწურება, შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაც უფრო მეტად იქნებით ჩართულები ბავშვთან ერთად თამაშის პროცესში, რაც უფრო კრეატიულები იქნებით და სხვადასხვა შინ არსებულ ნივთებს გადააგთ, ასე ვთქვათ, სათამაშოებთან და ბავშვთან ერთად ითამაშებს და მიმართული იქნებით იმაზე, რომ განუვითარდეს ბავშვს ნაწიფი და მსხვილი მოტორული უნარები, მით უფრო ეფექტური არის ხოლმე მიდგომა და ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ ყველაფერი, ყველა მოძრაობა, ყველა თამაში იყოს მიზანმიმართული და ფუნქციური. ვფიქრობ, რომ ანამ ძალიან ბევრი საინტერესო რეკომენდაცია მოგვაწოდა და ახალი იდეები მოგვაწოდა იმის შესახებ, როგორ ვითამაშოთ სახლის პირობებში და როგორ ვაქციოთ ეს თამაში ძალიან ისეთ პროდუქტიულ საქმიანობად, ასე ვთქვათ. ძალიან დიდი მადლობა ანა, ჩემთვისაც რამდენიმე აქტივობა იყო ძალიან ახალი და საინტერესო. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იყო ამ რეკომენდაციების გაჟღერება. რამდენიმე კითხვა იყო შემოსული, რომელსაც სამწუხაროდ დროის გამო ვეღარ ვასწრებთ, რომ გავაჟღეროთ პასუხები ამ კითხვებზე. კი ბატონო, შეგვიძლია გიპასუხოთ ამ კითხვებზე, ასევე შეგიძლიათ ონლაინ კონსულტაციებზეც დარეგისტრირდეთ და სიამოვნებით იქ განვიხილოთ თითოეული ბავშვის შემთხვევა. მადლობა ლეკუნას ასევე დახმარებისთვის და მე ახლა დროებით დაგემშვიდობებით. ნახვამდის. მადლობა, ნახვამდის.